სოფლის მთელი ისტორია დიდი მიღწევებით და დაუვიწყარი თარიღებით არის წარმოდგენილი. თუმცა ყველაფერი ასე არ დაწყებულა. იყო გარდატეხების და ცვლილებების პერიოდები, რომლის დროს ერთი ცივილიზაცია მეორეს ცვლიდა. ვითარდებოდა რელიგია, არქიტექტურა, ყალიბდებოდა სოციალური კლასები. იმ უძველეს ცივილიზაციაზე უნდა გიაბოთ, რომლის საწყისებზე სავარაუდოდ იდგა ატლანტიდელების რასა და საერთოდ ჩვენი დღევანდელი გენეტიკა. ეს არის ლემურია და ვსაუბრობ ლემურიელებზე. უკანასკნელი რამდენიმე მილიონი წლის მანძილზე მსოფლიო რუკამ არაერთი ცვლილება განიცადა. მასთან ერთად იცვლებოდნენ ცივილიზაციები და სხვადასხვა რასებს შორის გამორჩეულია ლემურია, თავისი განვითარებითა და ერუდიციით. ახლა მის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის და ეს საიდუმლო ცოდნა ვატიკანისა და სხვა სასწავთა ჯურღუმულებშია ჩამალული. მას ეხმამაღლა საუბარი კი დაცინვასა და თემის აბუჩად აგდებას იწვევს ხშირ შემთხვევაში. ყველა თავის არჩევას აკეთებს. ძველი წყაროს მიხედვით 458,508 წლის წინ ჩრდილოეთის მატერიკის დასახლება დაიწყო და სწორედ ეს კონტინენტი იყო მთელი კაცობრიობის პირველი სამშობლო. გადმოცემით იქ ღმერთების სამეფო მდებარეობდა. ახალი ცივილიზაციის ფორმირება კონტინენტზე მოხდა, რომელიც ჩვენთვის ლემურიის სახელით არის ცნობილი. ტერიტორიულად ის წყნარ ოკეანეში მდებარეობდა და ჰიმალაის მთებიდან ანტარქტიდამდე იყო გადაჭიმული. რამდენიმე მილიონი წლის წინ განვითარების შედეგად ლემურიელების სიმაღლის შემცირება 365-დან 215 სანტიმეტრამდე მოხდა. მათი განსაკუთრებული ნიშანი კი გამოწეულ შუბლზე კაკლის ხელა კოპი იყო, რომელიც ეგრეთ წოდებულ მესამე თვალს წარმოადგენდა. გადმოცემის თანახმად ლემურიელებთან სწავლულები პლანეტა ვენერადან ჩამოდიოდნენ და მათ ქურუმებს კოსმოსურ საიდუმლოებებს უზიარებდნენ. ლემურიელები დიდ ქალაქებს აშენებდნენ. სამშენებლო მასალად კი გრანიტს და მარმარილოს იყენებდნენ. მათ სახლებს 4 კუთხედი ფორმა ჰქონდა, ხოლო თეთრი ქვით ნაშენი ტაძრები და სასახლეები დიდებულად გამოიყურებოდნენ. მათ ბევრი ოქრო ვერცხლი ჰქონდათ, მაგრამ ძვირფას მეტალებს მონეტების დასამზადებლად არ იყენებდნენ და მისგან ძირითადად სამკაულს და დეკორატიულ ნივთებს ამზადებდნენ. ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ალმასიც და ამიტომ ის ჩვეულებრივ შუშაზე მეტი არ ღირდა. ცნობილია, რომ ყველაზე ფასეული ლემურიელებისთვის ფერადად შეღებილი იშვიათი ბუმბული იყო. მეცნიერი ლემურიელები დაკავებულები იყვნენ კოსმოსურ და მზის ენერგიაზე დაფუძნებული რადიონიკის შესწავლით, რომელსაც მათ სახლებში სითბო და სინათლე შეჰქონდა. გამოიწერე ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.